დილო მშვიდობის, როგორ ხართ? აბა როგორ ხართ? მე უნდა გავაკეთო შრის ფაფა. მომიდა რაღაცნაირად. და ხოფში. ვიყოფა. კი, ვიყოფა, არ ვიყვარს დიდებს. მეც არ ვიყვარს, უბრალოდ ეხლა მომიდა. თქოს. გოი როგორ ხართ? ორი კითხა? არა. ორი არა. ორი სამი გავაკეთე. სამი წყალი და ერთი გერკულის. როგორ ხართ აბა? ჩემოსიხარულიყო ხომ ხართ? კარგად ყველა. დღეს მინდა რომ თათარაც გავაკეთო აქ მაგბადაკი. თათარასაც გავაკეთებ, ნიგოზიც დავტოვე. მათ ეს უყვარს ძალიან თათარა. აი, ნიგოზი. თან დახალულია. გემრიელია. გემრიელი თათარა უნდა გავაკეთო. და ყავაც არ დამილევია. ეს დღეებია ძალიან გვიან ვიძინებთ. გუშინაც 2 იყო, მე მგონი რომ დავიძინეთ. რომელი ჭიქები გამოვიყენოთ? ეს ჭიქებიც მიყვარს. შუშის. მოდი აი ამ ჭიქებში მოვაკეთოთ, შუშის ჭიქებში. მოგვიანებით გავაკეთოთ. თათარა. ცუდით. ხო გაჩვენეთ რამდენი კონფეტები ვიყიდე, აი ეს გადამჭა. ესეც ნახევარი. გოზინაკიც სულ შეიჭამა, ძალიან გემრიელი გამოვიდა და მაგიტომ. ფერიც ისეთი კარგი ქონდა, საერთოდ არ იყო გამოგებული. ძალიან ლამაზი ფერი იყო. ფოთოხალი წავიდა. მანდარინში მივეცილე ნახევარი. ძალიან ეფოთ ვიყიდე სამგოლზე. და ფოთოხაში მივეცი 2 ლარი. ახალი წელი, ახალი მიზნები. გუშინ ჩემი სურვილები ჩამოვწერე, პირველში უნდა ჩამომეწერა, მაგრამ არა უშავს. გუშინ ჩამოვწერე, დავიწყებ ყველაფერს, ყველა მიზანი მინდა რომ ზოგი არის მოკლევადიანი, ზოგი გრძელვადიანი და აუცილებლად უნდა
მივახციო. ძალიან ბევრი სიახლეებია ჩემში, შინაგანად ძალიან ბევრი რამის გაკეთება მინდა, რა თქმა უნდა, ჩემი თავიდან მინდა დავიწყო, ექიმთანაც მინდა აუცილებლად წავიდე. ანუ კონტროლის მიზნით მე ვაკონტროლებ ხოლმე ყოველ წელს თითქმის ანალიზებს და რამდენი ხანია შარშან გრიპი რომ მქონდა, აი მაშინ ვიყავი, იმის მერე ავყოფილ ვარ. ზამთარში რაღაცა ვირუსი შემხვდა. ძალიან ცუდი და მაშინ გავიკეთე ანალიზები. ერთი წელი გავიდა. ხო და უნდა მივიდე. ძალიან ბევრი სიხარული გველოდება წინ. ეს წესრიგ ცხია. შაქარი ცოტა. Damals. Zeti. Es. ძემა აქვს, მაგრამ შეიძლება არ მოეწონათ ძით. არ შეჭამენ და რაზელა მადგია. ერთ ნახევარი გამჭიქას. ერთ ნახევარი რომ თხილიც არ გამოვიდეს ძალიან. ესე. ზედროს ხავენ ხოლმე წყალს, ხო? ეგეთი გერკულესი არ მომწონს. მე ყოველთვის ხარშავ. გერკულეს ყოველთვის. ნაიდუღოს აუცილებლად 5 წუთი მაინც. ვიღაცამ დამიწერა სოფელში მოწყენილი ვიყავი ბოლოსო და კი ვიყავი, იმიტომ რომ მომენატრა ძალიან ჩემი სახლი აქაურობა. რამდენი ხანია აყოფილ ვარ. თვეები არამის მე 6 თვე არის უკვე იქით ვარ და ძალიან მომენატრა. ადამიანს ეთყობა. თუ ვინმე არამე ენატრება, იწყენს ხოლმე. ხო და მეც შემეთყო, რომ მოვიწვინე სოფელში. ეხლა აქ ვარ.
ჩემი საქმე გავაკეთე იქ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ეხლა დრო არის რომ დავბრუნდე აქ აი ნახეთ როგორია არ არის სქელი ძალიან ეხლა მე ერთზეს დავამატებ ცოტას მაგრამ მათ ესე გუპის არ დაადებს და იქნებ ცოტა ჭამოს ეს ცოტა ხანი იდუღოს ბარემ შევყაროთ ავისთვის კარფურში ვნახე ისეთი ლამაზი ბალიშები დეკორატიული იმისთვის რა ქვია მდივნის მაგრამ ჯერ უარა მაგაკეთებული სახლი რაღაცნაირად არ მაქვს ხალისი რომ ყველაფერი ვიყიდო მომეწონა ამაზე ვიყო და თანძვირი აღდის საერთოდ საიტებზე პიროდა მიხარიელებია ძალიან ძვირი რის ხოლმე რა და აქ არა გიდა კაფუში ძვირი 10 თუ 12 ლარების ჯუმიდან კიდე გამოვიწერე რაღაცეები, ეხლა მალე მათ ეს кейსები ჩამომივა ტელეფონისა 2 ცალი და კიდე რაღაცა გამოვიწერე. იმის ფუნჯი არა მაქვს მე. რუმიანის ასასმელი ფუნჯი არა მაქვს. აზრი მქონდა ხოლმე, რა ვიცი და მე გაფუჭდა. გადავაგდე და არ მაქვს. ეგ გამოვწერე. რუმიანა რო წაისვა, ისე ვერ ვინაწილებ რა ალამაზად და მე კიდე მქონდა ხოლმე რუმიანა, ესეთი პატარა ფაბერიკისა თითო რომ მოსდეს ძალიან პატარა ფუნჯი ეგეთი და მაგითი როგორ უნდა წაისვა. ხო, და გამოვწერე ფუნჯი და кейსები, ველოდებით ახლა რომ ჩამგვივა უკვე ალბათ მალე გზაშია. და ეხლა კიდე გამოვწერე შარვალი ნიკასთვის და არ ვიცი როგორი ჩამოვა. ძალიან მომწონს ეგ რომ აი სამი პროდუქტიც რო გამოწერო, უკვე ფასდაკლება უკეთდება და შეგიძლია სამი რაღაცა გამოწერო, ანუ რა ისინი გამოვწერე კიდე ნასკები და შარვალი სულ იყო რამდენი ლარისა იცი 85 ლარისა იყო სულ. 90 ლარისა რაღაცა ეგრე და აი მაგ ფაშიც კი შეგიძლია გამოწერო რა ცოტა ანუ თემი გადავიფიქრე საერთოდ ხო გითხარით თემიდან გამოწერა გავწერ მოიცე ერთი წუთი რაღაცა მიდო და ყავა უნდა გავადგა იმიტომ რომ რამდენ ამანაცაც ვუხურე თემს ამანათებს არც ერთი არ მომეწონა გოგოებო მიდოდა რომ გამოეწერა მანდ და ხო გითხარით უკვე ვაპირებდი და კიდე კარგი რომ გკითხავ
გაკითხეთ თქვენ. თორემაც მოვაფიქრდებოდა, რომ ანუ ჩამერთო და მენახა ამანათები, რა ეგრე გამოვიწერდი. და მე რომ ვუყური ამ ამანათებს, დედა საერთოდ არ მომეწონა და ეხლა ჯუმის ამანათებსაც ვუყური და ძალიან მომწონს. ცოტათი ძვირი არის. მაგრამ მე მიჩვენია, რომ გადავიხადო ცოტა ძვირი და გადავიხადო. ვიდრე ისიც დავკარგო ის ცოტა თითქოს იაფია და ვერ გამოვიყენო. აქტიურად გადავაგდო. სამი. აი ნახეთ რამდენი ამოვიღე და 4 გამოდის, მეტი არ გამოდის. ჭიქა ნახევრით გავაკეთე და ცოტა ცალია. კვირაში ორჯერ კარგია ეს ფაფა. ძალიან ბევრია შეიძლება ყოველდღე რო ჭამენ გენკურეს. არ არის კარგი, უნდა შეცვალო. და კვირაში ორჯერ ნორმალურია, კაია. ეს ჩემთვის ძალიან ცოტა გამოვიდა, ნახე. ავაც მზად არის უკვე. მია შაქარი დავუმატოთ ყავაში, მე მინდა და ესე ბოლოს ხოლმე ვაყრი. ერთ ყოზე ჩამოვიყვანე. რაც ძალიან კაია. უფრო მეც სიყრიდა ხოლმე. 2 ნახევარი. და ესეც ჩვენი საუზმე ფორტოხალი. გეკულესი და ყავა. წავიდეთ ახლა ამ ყველაფერს, გოგოებო. ესეც დილის ვლოგი. მოვამზადე საუზმე თქვენთან ერთად, მიყვარხართ ძალიან წარმატებული დღე ყველას. ჩამოწერეთ თქვენი სურვილები. სურვილების სრეული დააწერეთ და ჩამოწერეთ და მერე იქით წეს ვნახოთ, აბა ყველაფერი აგისრულდებათ. აუცილებლად მუშაობს. დამიჯერეთ მუშაობს. დამიჯერეთ. წავიდი. გოგოც.